დილა მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ინსტრუმენტზე, ადამიანის დღეგრძელობისა და ცხოვრების ხარისხისთვის და როგორც შესაძლებლობაზე იმისათვის, რომ ადამიანმა მოახერხოს თვითრეალიზაცია და იპოვოს საკუთარი ადგილი სამყაროში. ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის პრობლემებზე, ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებზე და ვსაუბრობთ არა მხოლოდ ადამიანის სხეულის ჭრილში, არამედ ადამიანის მენტალური, ემოციური, სოციალური და მრავალი წახნაგის გათვალისწინებით. და ეს სრულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველა ორგანოს, ყველა სისტემას თავისი დანიშნულება აქვს და ხშირ შემთხვევაში მისი აგებულება და დანიშნულება ურთიერთშესაბამისია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჯანმრთელობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თითოეულ სისტემას აქვს თავისი როლი საერთო ჯანმრთელობაში. და დღეს ჩვენ ერთ კონკრეტულ სისტემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ სხვა პრობლემებთან კავშირში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავად ეს სისტემა გავიხსენოთ და გავიხსენოთ თუნდაც იმიტომ, რომ მას ორგანიზმის შეგუებაში უზარმაზარი როლი მიუძღვის. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გულსის ზარღვთა სისტემაზე და ვსაუბრობთ მის უნარზე დაგვეხმაროს შეგუებაში. რამდენიმე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ და გაგახსენებთ, როდესაც ჩვენ ვიძინებთ ჩვენი ძილის ერთ კონკრეტულ ფაზაში, თუ ძალიან დეტალურად შევისწავლით, როგორ მუშაობს სხვადასხვა სისტემა, აღმოვაჩენთ, რომ გულისცემა ნელდება, გულსიზრახთა სისტემა ცოტა უფრო ნელად მუშაობს, ვიდრე ამას ჩვენ ვაკეთებთ სიფხიზლის დროს. და სრულიად იცვლება სურათი, როდესაც ადამიანი იღვიძებს, ფხიზლდება და იწყებს აქტიურ მოქმედებას. გულისცემა ძლიერდება და მისი რიტმი შესაბამისია იმ აქტივობის, რომელიც ადამიანს აქვს. მოდით აქტივობას ლოგიკურად გავყვეთ და გავიხსენოთ, როდესაც ჩვენ ფიზიკურად ვიტვირთებით, მაგალითად კიბეზე ავირბინეთ. მე ვფიქრობ, სამედიცინო ცოდნაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ შევნიშნოთ, როგორ აჩქარდა ჩვენი გულისცემა და როგორი დატვირთვით მუშაობს ჩვენი გული, თითქოს მისი ხმა ყურშიც კი გვესმის. საკმარისია ჩვენ შევჩერდეთ, დავისვენოთ და ჯანმრთელი გული ახერხებს იმას, რომ დაიბრუნოს მისი ჩვეული რიტმი. მაგალითად, როდესაც ჩვენ მღელავთ და გულიც ჩქარდება. ჩქარდება ისე, რომ თითქოს ყელში ვგრძნობთ მის გულისცემას და როდესაც ჩვენ შვიდდებით, როდესაც დავწყნარდებით, როდესაც გადავლახავთ აი ამ მღელვარებას, აღმოვაჩენთ, რომ გულიც ჩადგა საგულეში. ასე ამბობენ ხოლმე საქართველოში. ეს არის განსაკუთრებული უნარი, რომელიც აქვს გულსიზრახთა სისტემას. უნარი შეგუებისა, ადაპტაციისა, ისევე როგორც მაგალითად თუ ჩვენ ცივ გარემოში ვიმყოფებით, კანი გაფერმკრთალდება, სისხლძარღვები შევიწროვდება და ეს გვაძლევს საშუალებას არ გავცეთ ბევრი სითბო, არ დავკარგოთ ბევრი სითბო და არ გადავცივდეთ. პირიქით, თუ გარემოში მაღალი ტემპერატურაა, სისხლძარღვები გაფართოვდება, სისხლი მაქსიმალურად გაედინება პერიფერიისკენ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ გავთავისუფლდეთ ზედმეტი სითბოსგან და ესეც გვეხმარება, რომ დავიცვათ თერმორეგულაცია, ანუ შევინარჩუნოთ ჩვენი ორგანიზმის მუდმივი ტემპერატურა. მოკლედ, ამ უნარს გულსიზრახთა სისტემისა აქვს დაცვითი ფუნქცია ჩვენი სიცოცხლისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შევეგუოთ ცვლილებებს. დიახ, ადაპტაცია, შეგუება გულსიზრახთა სისტემის უმთავრესი ამოცანაა იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს სიცოცხლე, უზრუნველყოს დღეგრძელობა და ცხოვრების ხარისხი. თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბარი გულისხმობს იმას, რა უნდა ვიცოდეთ გულის შესახებ და რა სჭირდება გულს მაშინ, როდესაც სხვა სისტემებთან დაკავშირებული საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიძლება გქონდეს. ამის შესახებ უკვე კოლეგებთან ერთად ვისაუბრებთ. ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს და როგორც დაგკვირდით, მე დღეს გულსიზრახთა სისტემის იმ თავისებურებებზე გესაუბრებით, რაც უნდა გავითვალისწინოთ ონკოლოგიური დაავადების დროს და თქვენ იცით, რომ ეს თემა არ არის ახალი ჩვენს გადაცემაში. თუმცა იმ შემადგენლობით, როგორითაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, ცოტა განსხვავებული იქნება
თვითონ ფორმატის, საუბრის თავისებურებას და პირველი ბლოკის სტუმრებს წარმოგიდგენთ. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის კარდიოლოგთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი ბატონი გიორგი გოგიშვილი და ამავე ჯგუფის წევრი, კარდიოლოგი ქალბატონი თამარ თარხან-მოურავი. დილამშვიდობისა კოლეგებო. მე დავიწყებ თამუნას არ ეწყინება გიორგისთან საუბრით და მინდა მაყურებელს გავახსენო ჩვენს თემასთან, დღევანდელ თემასთან ნაკლებად დაკავშირებული ერთი შეხედვით, მაგრამ ძალიან თბილი ოჯახური კადრები. კადრები, რომელმაც ჩვენი გადაცემიდან გიორგი გააცნო ფართო საზოგადოებას, როგორც მრავალშვილიანი მამა. და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ სწორედ გავიხსენოთ ამ კადრებში გიორგის ხუთი შვილი. და იმედია ყველაფერი კარგად არის გიორგი თქვენთან. და ისეთი გულწრფელი დამოკიდებულება, ისეთი გულთბილი დამოკიდებულება, როგორიც ოჯახში იყო, ვფიქრობ, ლოგიკურად გრძელდება დღევანდელ გადაცემაში, იმიტომ რომ გულზე უნდა ვისაუბროთ, ხომ ასეა გიო. თვითონ ონკოკარდიოლოგია არ არის ახალი თემა ჩვენს გადაცემაში და ჩვენი მაყურებლისათვის, იმიტომ რომ მთელი რუბრიკა გვაქვს ჩვენ და წელიწადში სულ ცოტა ერთხელ ამ თემას უბრუნდებით. თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ სამუშაო ჯგუფის კონტექსტში და რა მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ დღეს მხოლოდ ერთი წევრი გვაკლია მატა გუჯაბიცე, დანარჩენი ყველა ადგილზეა. მოგესალმებით, გამარჯობათ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ ფრიად საინტერესო თემაზე საუბრისთვის. ონკოკარდიოლოგია, კარდიოონკოლოგია ჩვენ უფრო ესე ვეძახით, ეს არის ძალიან ახალგაზრდა დარგი, ახალგაზრდა სუბსპეციალობა კარდიოლოგიის და ახლობით ალბათ გლობალურად და 20 წლიანი ისტორია აქვს ონკოკარდიოლოგიას, თუმცა ასე ვთქვათ, საკმაოდ ინტენსიურად განვითარება პოვა ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. ამ დარგის, ამ სუბსპეციალობის ჩამოყალიბება საფუძველი ჩაუყარა იმან, რომ ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა ონკოლოგია და ონკოლოგიური მკურნალობა, შეიქმნა ძალიან ბევრი ახალი ანტისიმფსონური მედიკამენტები. ადრე იყო ესე ვთქვათ ტრადიციული, ეგრეთ წოდებული ანტრაციკლინური ჯგუფის დოქსორუბიცინი და სხვა პრეპარატები, რომელსაც ფართოდ გამოიყენებდნენ, თუმცა იმუნოთერაპიის, თარგეტული თერაპიის, სხვადასხვა ჭკვიანი პრეპარატების ასე ვთქვათ შექმნამ განაპირობა ის, რომ მათი ძალიან მაღალი ანტისიმფსონური ეფექტების მიღმა გამოვლინდა ის პოტენციური გვერდითი კარდიოლოგიური და გულის გართულებები, რომელიც ამ პრეპარატებს ახასიათებს. შესაბამისად, ამ დარგის აუცილებლად დადგა ისე რომ იმკურნალოს პაციენტმა დაამარცხოს ონკოლოგიური დაავადება, თუმცა მას პარალელურად კარდიოლოგიური პრობლემები არ შეექმნას. და ჩვენ კარდიოლოგები ონკოლოგებთან ერთად ვიყოთ აი ამის სადარაჯოზე, იმისთვის რომ უსაფრთხოდ მოხდეს სიცოცხლისათვის ასე ვთქვათ გადამრჩენელი ანტისიმფსონური მკურნალობის უწყვეტად წარმართვა და მისი როგორც მოკლე ისევე გრძელვადიანი კარდიოვასკულარული გართულებების და ტოქსიურობის ეფექტების მინიმიზაცია გავაკეთოთ და დავნერგოთ ის კარდიოპროტექციული მკურნალობა, რაც დღეს გულის დასაცავად არსებობს, იმისთვის რომ ეს მინიმუმზე შევიყვანოთ. ხშირ შემთხვევაში კარდიოტოქსიურობა, კარდიოლოგიური გართულებები ჩნდება სუბკლინიკურად. ანუ შესაძლებელია პაციენტი ამას ვერ გრძნობს და ხშირ შემთხვევაში ჩვენი ძვირფასი პაციენტები გვეკითხებიან, რომ აი მე ვებრძვი ონკოლოგიურ დაავადებას და რა საჭიროა, ეხლა აი გულზე არაფერი არ მაწუხებს, თუმცა როდესაც პაციენტს გული შეაწუხებს, ეს უკვე დაგვიანებული არის და ჩვენ სუბკლინიკურ ეტაპზე, ვიდრე პაციენტი ამას იგრძნობს, სხვადასხვა ბიომარკერების, გამოსახულებითი კვლევების თუ ანამნეზური სპეციფიური მონაცემების გათვალისწინებით იდენტიფიკაციას ვახდენთ გაცილებით ადრე იმ ტოქსიური გავლენებისა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ანტისიმფსონურ მკურნალობამ და სწორი სტრატეგიის და პროტექციის ჩართვით ამის მინიმუმზე დაყვანა და საერთოდ თავიდან ნაცილება. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ყველამ კარგად ვიცით ონკოლოგიური დაავადება დღეს პრაქტიკულად ქრონიკული დაავადება იქნა, ქრონიკულ დაავადებად არის ასე ვთქვათ გარდასახული და ასია და გადარჩენადობა მსოფლიოში ონკოლოგიით საკმაოდ მაღალ ნიშნულზე არის. შესაბამისად არის სტატისტიკა რომ ადამიანები ამარცხებენ ონკოლოგიას, თუმცა შემდგომ წინ ეჯახებიან კარდიოლოგიურ პრობლემებს და არის სტატისტიკა რომ კარდიოლოგიური პრობლემები ხდება მერე წინა პლანზე საბრძოლველად. ზუსტად ამის
ამისთვის ვართ ჩვენ რომ ეს მინიმუმზე დავიყვანოთ და ჩვენი საერთაშორისო ასე ვთქვათ ევროპული კარდიოონკოლოგიურ ოჯახთან ერთად ასე ვთქვათ ის ცოდნა რაც გროვდება მსოფლიო და ევროპული მასშტაბით ის ჩვენი პაციენტებამდე მივიტანოთ. ჩვენ ძალიან გვახარებს და ამ გადაცემას აქვს ტრადიცია ყოველთვის, როდესაც არის მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატებები, გეგმები, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესს ემსახურება, გაუზიაროთ ფართო საზოგადოებას. ეს რუბრიკაც ასე დაიბადა და თავის დროზე, როდესაც ბატონი ზურაბ-ფაღავა და თამაზ შაბურიშვილი პირველად საუბრობდნენ მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ჩვენ სწორედ ამისი მოლოდინი და იმედი გქონდათ. მე ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას, რომ ეს დარგი გაცილებით მეტი ცოდნით დაეხმარება და პრაქტიკული გამოცდილებით კონკრეტულ ადამიანებს. თამნა, მე უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან დაკავშირებული ასეთი საოჯახო კადრები არ მაქვს, მე მაქვს საოჯახო ისტორია, უნდა გავთქვა ეს ისტორია, იმიტომ რომ მიუხედავად თქვენი იერსახისა, ჩვენ ახლა თქვენს ოჯახს მასპინძლობთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მომლოდინე დედიკო და განსაკუთრებული მზრუნველობით და განსაკუთრებული გულის ხმიერებით, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ გულზე. ერთ-ერთი პრობლემა მაინც რომ გამოვყოთ, რომელიც ყველაზე ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს ონკოლოგიური დაავადებების ფონზე, როდესაც გული ზარალდება ან თავად დაავადების გამო, ან აი როგორც ბატონი გიორგი ბზანებდა, გამოყენებული მედიკამენტის ან რომელიმე სამკურნალო მეთოდის დამსახურებით. მოგესალმებით, მადლობა თბილი სიტყვებისთვის. რა თქმა უნდა, ონკოლოგიურ პაციენტებში კარდიოლოგიური პრობლემები ჭარბობს, მაგრამ ხა ყველაფერს ერთად ვერ შევეხებით. მე შევეხები ერთ-ერთ თემას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და პაციენტის მხრიდან საკმაოდ აღქმადია, არითმიების საკითხს შევეხები. არითმიის მექანიზმი ონკოლოგიურ პაციენტებში მულტიკომპლექსურია და სხვადასხვა პათოფიზიოლოგიურ რგოლს აერთიანებს. ეს არის როგორც საერთო რისკ ფაქტორები კარდიოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ასევე ანტისიმფსონური მკურნალობა, რომელიც მოიცავს როგორც სხივურ, ასევე ქიმიოთერაპიას და მოკლედ ეს თემა დამსახურებით არის ეს არითმია საყურადღებოდი. შეიძლება ეს გავლენა იყოს როგორც პირდაპირ ზემოქმედებით, სხვადასხვა მედიკამენტის ან სხივური თერაპიის იონურ არხებსა და უჯრედშორის სიგნალის გატარებაზე, ასევე მეორადი რგოლების დაზიანებით, მაგალითად ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა და ჯირკვალი თუ სხვა, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელი არის არითმიის აღმოცენებაზე. თვითონ არითმიებიდან ალბათ ყველაზე ხშირად რაც გვხვდება ონკოლოგიურ პაციენტებში გამოყოფდი წინაგულთა ფიბრილაციას, რომლის მექანიზმი, როგორც ვთქვით, მულტიკომპლექსურია და სხვა შორის ბოლო დროს აღმოჩენილი არის ბიდირექციული კავშირი ონკოლოგიასა და წინაგულთა ფიბრილაციას შორის. ანუ როგორც ვიცით, ონკოლოგიური პროცესი პროვოცირებას უწევს წინაგულთა ფიბრილაციას, მაგრამ ასევე გარკვეული კვლევებით დასტურდება, რომ წინაგულთა ფიბრილაციამ თვებით ადრე შესაძლოა წინ უსწრებდეს ზოგიერთი ონკოლოგიური პროცესის აღმოცენებას. მაგალითად, ეს ყველაზე ხშირი არის მრავლობითი მიელომის შემთხვევაში და ამის გარკვეული სტატისტიკა არსებობს. წინაგულთა ფიბრილაციას რაც შეეხება ასევე სპეციფიური მიდგომები გვაქვს განსხვავებით ზოგადი პოპულაციისგან ონკოლოგიურ პაციენტებთან, განსხვავებულია ანტიკოაგულაციისადმი მიდგომა, მომატებული როგორც თრომბოზული, ასევე სისხლდენის რისკების გამო. განსხვავებულია მიდგომა რითმის თუ სიხშირის კონტროლი ონკოლოგიურ პაციენტებთან, ვინაიდან აქ ჩართული არის ასევე სხვადასხვა ქიმიოთერაპიული მედიკამენტები, რომლებიც თავის მხრივ მოქმედებენ ქულტე ინტერვალის პროლონგაციაზე და ამ დროს გახანგრძლივებაზე, დიახ, და ამ დროს სიფრთხილით ინიშნება ანტიარითმული ძლიერი მედიკამენტები, უხეშად რომ ვთქვათ, და გამოიყენება უფრო სიხშირის კონტროლის ტაქტიკა. და ამ ყველაფრის გათვალისწინება ეს ჩვენი და კარდიოლოგების მოვალეობა ონკოლოგიურ პაციენტებთან. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმია მოიხსენებათ საკმაოდ ხშირია და აღქმადია პაციენტების მხრიდან. ამაზეც მოქმედებს გარკვეული ანტისიმფსონური მედიკამენტები. აუცილებლად უნდა განმარტოთ ეს საზოგადოებისთვის. თუ დავუბრუნდებით თემას და ჩვენ შევთანხმდით, რამდენად მნიშვნელოვანია შევახამოთ სხვადასხვა დარგის ცოდნა. რას ცulis ეს გიორგი?
რას ცვლის, როდესაც ჩვენ ონკოლოგიაში კარდიოლოგის თვალით ვიხედებით და პირიქით ონკოლოგიიდან კარდიოლოგიაში ვცდილობთ ჩავიხედოთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს წაადგეს პაციენტის ჯანმრთელობას. ეს ცვლის პირველ რიგში გამოსავალს და ეს ცვლის გადარჩენადობას პაციენტების, როგორც ონკოლოგიური, ისევე კარდიოლოგიური დაავადებებით და ახანგრძლივებს სიცოცხლეს პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია და ჩვენ ონკოლოგებთან ერთად მხარდამხარ და მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი ონკოლოგსა და ეს არ არის მხოლოდ დარგი კარდიოონკოლოგია, ეს თავისთავად ასში მოიცავს ონკოლოგის და კარდიოლოგის მხარდამხარ მუშაობას და პაციენტის ცენტრში არის პაციენტი და ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ ონკოლოგიური გამოსავალი იყოს, ასე ვთქვათ, საუკეთესო და პარალელურად კარდიოლოგიური გართულებები იყოს მინიმალური. ეს არის ფუნდამენტი ამ ყველაფრის და დადგენილია, რომ ამ კოლაბორაციით პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა, ხარისხი და ეგრეთ წოდებული cancer survivor rate ან გადარჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. ეს იყო რეალურად ფუნდამენტი იმისი, რომ იგივე ევროპულ საზოგადოებაში შეიქმნა საბჭო კარდიოონკოლოგიის 2022 წელს გამოქვეყნდა პირველი გაიდლაინი კარდიოონკოლოგიის თუ როგორ უნდა მოხდეს ანტისიმფსონური მკურნალობის დროს კარდიოლოგიური გართულებების მართვა. 2 წლის წინ შევქმნით საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ფარგლებში ჩვენი სამუშაო ჯგუფი და შარშან ვთარგმნეთ ეს 2022 წელს გამოქვეყნებული გაიდლაინი ქართული ადაპტირებულ ვერსიით, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კარდიოლოგი, ასე ვთქვათ, ჩაერთოს ამ პროცესში და გაერკვიოს როგორც დედაქალაქში, ისევე რეგიონებში, ასევე გაიზარდოს ონკოლოგების მხრიდან ამ პროცესის, ამ პრობლემის აქტუალიზაციის საჭიროება და მნიშვნელობა, იმიტომ რომ რეალურად პირველ რიგში პაციენტი ხდება ონკოლოგთან, ხდება ამ პრობლემის იდენტიფიკაცია და ონკოლოგი კარდიოლოგთან ახდენს კომუნიკაციას. ამ ჯაჭვის დადგენა მნიშვნელოვანია, ამიტომ ორივე მხარე, როგორც კარდიოლოგი, ისე ონკოლოგი, უნდა ვიყოთ იმ სადარაჯოზე, რომ პაციენტების სიცოცხლე და ხარისხი გავაუმჯობესოთ და ვფიქრობ, რომ ეს არის იმდენად საინტერესო დარგი, ის ვთქვი, რომ ვერ წარმომედგინა ჩემი პროფესია კარდიოლოგის მიღმა, მაგრამ ონკოლოგიაში რომ ჩავიხედე, იმდენად საინტერესო მიმართულება ონკოლოგია, რომ ალბათ მეორე პროფესიად ონკოლოგია საუბრობ. უნებურად მოგიწევთ, იმიტომ რომ როდესაც ორი დისციპლინის შეჯერება ხდება, აი ხა თამუნას უნდა ვკითხო. თქვენ არითმებზე ისაუბრებთ, ანუ რითმის დარღვევა ყველაზე ადვილად საგრძნობია თავად ადამიანისთვის, მაგრამ თანამედროვე რეალობაში, როდესაც ჩვენ თვითონ კარდიოლოგიური პრობლემების მართვისთვის სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს ვიყენებთ, მაგალითად, გარკვეულ მოწყობილობებს. აი, ონკოლოგიური პრობლემების ფონზე აქ როგორ არის, რა გამოცდილება გაქვთ? კი ბატონო, აქ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ონკოლოგიური პაციენტის შეფასება პირველ რიგში და თავის აქტუალურობას არ კარგავს 12 განხრიანი სტანდარტული ელექტროკარდიოგრაფია, რომელიც პრინციპულია, რომ გადაღებული იქნეს ყველა ონკოლოგიურ პაციენტთან ანტისიმფსონური მკურნალობის დაწყებამდე, იმიტომ რომ შესაძლოა იყოს იქ რითმის ან გამტარებლობის დარღვევა, რომელიც პაციენტის მხრიდან არ იყო, ასე ვთქვათ, აღქმული და ეს უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად ონკოლოგმაც და კარდიოლოგმაც. ასევე გვეხმარება 12 განხრიანი 24 საათიანი ჰოლტერის EKG მონიტორინგი, ხანდახან 48 საათიანიც გვჭირდება ხოლმე გარკვეული არითმიების დეტექციისთვის. ანუ დასადგენად, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად თავად გულის გამართული მუშაობისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, ონკოლოგიური პრობლემის ფონზე ეს როგორ არის? აქ გარკვეულ სპეციფიურობას ვაწყდებით თვითონ ონკოლოგიური პაციენტების სპეციფიურობიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ პაციენტს უკვე აქვს გულის პრობლემები და უკვე აქვს იმპლანტირებული გარკვეული კარდიული მოწყობილობები, გულის დამხმარე მოწყობილობები, როგორიც არის რითმის წამყვანი ან კარდიოვერტერ დეფიბრილატორი. ამ შემთხვევაში ცოტა სიფრთხილით ვიქცევით სხივურ თერაპიასთან მიმართებაში. ანუ ვითვალისწინებთ ამას. თუ მით უმეტეს ეს დასხივება ხდება გულმკერდის, მკერდის, ფილტვის და ზოგადად გულმკერდის ღრუს ორგანოებზე.
თუმცა ეს უკუჩვენება არ არის და ამას მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტი რჩება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მკურნალობის გარეშე და ამიტომ ჩვენი როლი არის რომ სწორად შევარჩიოთ ის პაციენტები, მოვახდინოთ მათი ასე ვთქვათ შეფასება როგორც პროცედურამდე, ჩავხდოთ არითმოლოგი თუ არის საჭირო პროცედურის შემდეგ, რომ უსაფრთხოდ მიეწოდოს და არ დარჩეს პაციენტი რადიაციული თერაპიის გარეშე. ანუ თუ შევაჯამებთ ახლა რაც თქვენ ბრძანეთ, იმის გამო რას უკავშირდება გულის გამართულ მუშაობას, კონკრეტული მოწყობილობა, რომელიც თქვა იმპლანტირებულია გულში. ეს გარკვეულ რისკებს ქმნის, მაგრამ არ არის წინაპირობა იმისთვის, რომ მკურნალობის მეთოდზე და მკურნალობაზე საერთოდ თქვა თუ არის. საერთოდ თუ არის ვთქვათ, მით უმეტეს აქ ვითვალისწინებთ, არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც პედიატრიულ პოპულაციაში ხდება ადრეული ასაკიდან გულის დამხმარე საშუალებების იმპლანტაცია. და ამ ბავშვებს შეიძლება ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დაუდგეთ მსგავსი მკურნალობის საჭიროება. და ამიტომ ამ მეთოდების, ამ წინასწარი ტაქტიკის, რაც მოწოდებულია გაიდლაინის მიხედვით, გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შორის ჩვენი სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი უახლოესი გეგმა არის, რომ გულის რითმის ასოციაციასთან ერთად გარკვეული პროტოკოლი შევიმუშაოთ, მოქმედების ალგორითმი, როგორ მოვიქცევით მსგავს შემთხვევაში, რომ დაბნეულობა და ასე ვთქვათ შიში გადავალახინოთ მეტად კარდიოლოგებს. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თანამშრომლობის ველი ფართოვდება და თქვენ ამ შემთხვევაში კიდევ ერთი წახნაგი წარმოაჩინეთ იმ პრობლემებისა, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებით, რატომ სჭირდება სხვადასხვა დარგის სპეციალისტის გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინება და სწორედ ასეთი თანამშრომლობით მიიღება უკეთესი შედეგი. ჩვენი ამოცანაც ხომ ეს არის. დღესაც ამიტომ შევიკრიბეთ. თუ არ მიწყენთ ახლა დაგემშვიდობებით და ჩვენს კოლეგებთან ერთად უკვე ასევე სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. მადლობას მოგახსენებთ დღევანდელ გადაცემაში მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ონკოკარდიოლოგთა, უფრო ზუსტად კარდიოონკოლოგთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი გოგიშვილი და ამავე ჯგუფის წევრი ქალბატონი თამუნა თარხან მოურავი. მე არ გემშვიდობებით, მოკლე პაუზის შემდეგ ჩვენ კოლეგების კიდევ ერთ ჯგუფთან ერთად ვისაუბრებთ. ვაგრძელებთ საუბარს და ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრებიც არიან საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კარდიოონკოლოგთა სამუშაო ჯგუფის წევრები, კარდიოლოგები, ქალბატონი თათა ნიჟარაძე და ქალბატონი თამარ გაფრინდაშვილი. თუმცა მე დავამატებ დილამშვიდობისა ქალბატონებო უპირველეს ყოვლისა, დავამატებ რომ ამ შემთხვევაში ქალბატონი თამარ გაფრინდაშვილი არის დოქტორანტი კარდიოლოგი და ქალბატონი თათა ნიჟარაძე არის უკვე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ სერტიფიცირებული კარდიოონკოლოგი, ისევე როგორც დღევანდელ გადაცემაში არ დამსწრე მატა გუჯაბიძე, ვერ დამსწრე, მოდით ასე ვთქვათ, ვერ დამსწრე და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ და სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მასშტაბები გავაფართოთ და დღევანდელ ჩვენს თემას ის შტრიხები შევმატოთ, რაზედაც სრულიად ღიად უკვე საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს კარდიოონკოლოგიის ჭრილში. დავიწყოთ თქვენთან ერთად საუბარი, მით უფრო რომ თქვენ ჩვენი გადაცემის მაყურებელი გიცნობთ. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. კარდიოონკოლოგია მზარდი დარგია, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინტერდისციპლინური თანამშრომლობა, იმიტომ რომ კარდიოლოგიაც დაყოფილია, ხო, დაუშვათ ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, არითმოლოგია, ინვაზიური კარდიოლოგია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხდებოდეს მულტიდისციპლინური, ანუ სხვადასხვა დარგობრივი სპეციალისტების მიერ ერთობლივად ონკოლოგიური პაციენტების მართვა. აქ
მოიაზრება როგორც ენდოკრინოლოგი, როგორც ნევროლოგი, როგორც გასტროენტეროლოგი. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი, როდესაც არის ონკოლოგიური, შეიძლება მოვიდეს უკვე არსებული დაავადებით ან ჩივილით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ანტისიმსივნურ მედიკამენტს ახასიათებს სხვადასხვა ორგანოზე მოქმედება, იმიტომ რომ ვიცით, რომ ყველა მედიკამენტს აქვს ეფექტი და აქვს გვერდითი ეფექტი. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ, ძალიან ხშირად არის ხოლმე მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ახასიათებთ, ამაზე ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ან ახასიათებთ გლუკოზის ციფრების ვარიაბელობა, ან ახასიათებთ ნევროლოგიური გამოვლინება, ან გასტროენტეროლოგიური. ეს რატო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? დაუშვათ თუ მოხდა პირობითად, რაც ალბათ მაყურებლისთვისაც ყველაზე ისეთი არის TSH-ის, ან დაქვეითება, ან მომატება. გულის ზიანდება აქ არა პირდაპირად, არამედ მეორადად. და ამისთვის არის, რომ დარგობრივი სპეციალისტები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რომ დროულად მოხდეს აღმოჩენა ამა თუ იმ კარდიოტოქსიკური გამოვლინების. როდესაც დროულად იქნება გამოვლენილი, შესაბამისად ადრეულად იქნება დაწყებული ზომების მიღება, რომ პაციენტი იყოს უფრო კარგად ნამართი, ეფექტურად იყოს ნამართი და რა თქმა უნდა ეს უნდა ხორციელდებოდეს გუნდის მიერ, ანუ მულტიდისციპლინური გუნდი, რაც არის და ალბათ გიგამ გააჟღერა, მაგრამ გამომეორდები, რომ აი ეს ონკოტოქს MDT-ის ესე თქვი შექმნის ფაზაში ვართ, რომელიც 2-3 წელია უკვე აქტიურად ვიკრიბებით, განვიხილავთ ამ პაციენტებს, სხვადასხვა დარგობრივი სპეციალისტებისთან ერთად, რა თქმა უნდა ონკოლოგების დიდი ჩართულობით, მაგრამ ცნობადობა კიდევ უფრო მეტად არის ამ მხრივ ასამაღლებელი. ჩვენ დაუბრუნდებით ამ თემას, ცოტა უფრო დეტალურად შეიძლება რამდენიმე საკითხზე შევჩერდეთ, თუმცა თამუნას მინდა ვკითხო. როდესაც ჩვენ სხვადასხვა დარგის ჭრილში ვხედავთ ხოლმე პრობლემას, ჩვენი ამოცანა, როგორც გადაცემის პირველ ბლოკშიც ვისაუბრეთ, მთავარი ამოცანა არის პაციენტის დღეგრძელობა და პაციენტის ცხოვრების ხარისხი. და ჯანმრთელობა ასეთ შემთხვევაში და ჯანმრთელობის შენარჩუნება დიაგნოზის მიუხედავად არის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა დარგში არის დაგროვილი. როდესაც საუბრობთ ონკოლოგიური პრობლემის ფონზე, კარდიოლოგიურ პრობლემებზე. გადაცემის პირველ ნაწილში მაგალითად არითმიაზე იყო საუბარი, იყო ისეთ მდგომარეობებზე ყურადღება გამახვილებული, როდესაც გულში შეიძლება გვჭირდება დამატებითი მოწყობილობების იმპლანტაცია, ჩანერგვა იმისთვის, რომ გულმა გამართულად იმუშაოს და ამაზე რა გავლენას ახდენს ონკოლოგიური პროცესის მიმდინარეობა. რა წახნაგია კიდევ ისეთი საგულისხმო, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ? პირველ რიგში მეც დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის და აი ამ აქტუალურ საკითხზე, დღესდღეობით აქტუალურ საკითხზე ასე ყურადღების გამახვილებისთვის თქვენ მართალი ბრძანდებით, ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის პაციენტი. აი თათამ როგორც კარგად აღნიშნა, მულტიდისციპლინარული მიდგომაც ამას გულისხმობს, რომ პაციენტის გარშემო უნდა ვიტრიალოთ ჩვენ და პაციენტის კეთილსაიმედო გამოსავლისთვის. რატომ ხდება მსოფლიოში ასეთი აჟიოტაჟი, ასე ვთქვათ და ამ დარგის წინსვლა, იმიტომ რომ მიუხედავად დიაგნოზის სიმძიმისა, ხშირ შემთხვევაში როგორც ფსიქოლოგიური, ასევე კლინიკური თვალსაზრისით, უკვე იმდენად განვითარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, რომ ეს პაციენტები ამ თავიანთი ძირითადი დაავადების გამო შეიძლება გამოჯანმრთელდნენ ან ხანგრძლივ რემისიაში იყვნენ, მაგრამ მათ აი ეს გვერდითი მოვლენები უკვე უშლის ხელს, რაც შესაძლებელია ძალიან სამწუხარო იყოს. და ჩვენ ამ მულტიდისციპლინარული მიდგომით, ანუ რამოდენიმე სპეციალისტი ამ პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულობით, ხელს ვუწყობთ იმას, რომ არ შეწყდეს ეს მკურნალობა, ამ მკურნალობის შეფერხებამ არ შეუშალოს ხელი პაციენტის კეთილსაიმედო გამოსავალს. ზოგადად ითვლებოდა, რომ ძირითადად ეს მედიკამენტები იწვევდნენ გულის უკმარისობას და აზიანებდნენ გულის კუნთს, მაგრამ გაირკვა, რომ ამ მედიკამენტების პროგრესირებასთან ერთად გამოჩნდა, რომ ისინი იწვევენ აბსოლუტურად ყველანაირ კარდიოლოგიურ გართულებას, როგორც თამარმა ისაუბრა, არითმიებს, ასევე იწვევენ არტერიული წნევას, ეწევენ ზევით იმ პაციენტებშიც კი, ვისთანაც სიმსივნის დიაგნოზამდე და მკურნალობის დაწყებამდეც კი არ იყო დიაგნოსტირებული არტერიული ჰიპერტენზია. იწვევენ თრომბოზებს, ამიტომ ეს პრობლემა ამ პრობლემის არსებობა არ უნდა იყოს უგულებყოფილი, უნდა იყოს პაციენტის მჭიდრო მეთვალყურეობა იმისთვის, რომ თავიდან ბოლომდე ავიცილოთ
დავიხილოთ ეს გვერდითი მოვლენები, ასე ვთქვათ, და ჩვენი მიზანი უფრო არის, რომ მოვახდინოთ ამ გვერდითი მოვლენების განვითარების პირველ რიგში პრევენცია, რომ ეს არ მოხდეს, რომ პაციენტმა ეს ყველაფერი უმტკივნეულად გადაიტანოს და თუ მოხდა ესეთი მოვლენა დროულად ამოვიცნოთ, აღმოვხრათ და ხელი არ შეუშალოთ ძირითადი დაავადების მკურნალობას. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ეს არის ჩვენი ძირითადად გუნდური მუშაობის ქვაკუთხედი. თქვენ ახსენეთ ქვაკუთხედი და თქვენი სიტყვიდან გავაგრძელებ, როდესაც თათა საუბრობდა, რამდენად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მაგალითად ორგანიზმის შიგნით სისტემათა შორის კავშირი და ურთიერთმოპასუხემდგომარეობა. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ფაქტია, რომ ორგანიზმში იზოლირებული პრობლემები არ არსებობს. და როგორც წესი, რაღაც პროცესში ჩართული აღმოჩნდება პრაქტიკულად ყველა სისტემა, ყველა ორგანო და ლამის ყველა ქსოვილი ერთდროულად აანალიზებს იმ პროცესს, რაც ორგანიზმის თავს ხდება. თუმცა თქვენ ახსენეთ მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და ახსენეთ გლიკემიის მაჩვენებელი სისხლში, ანუ შაქარის სისხლში, როგორც ფართო საზოგადოებაში ამბობენ ხოლმე. აქ არის რამდენიმე საკითხი და ანალოგიური კითხვა მე თამუნასთანაც მექნება. არ გამორიცხავს ერთი დიაგნოზი მეორეს. სრულიად შესაძლებელია, რომ ადამიანს ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის რაღაც პრობლემები, წონასწორობიდან იყოს გამოსული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და მოგვიანებით სხვა სისტემასთან დაკავშირებული ონკოლოგიური დიაგნოზი დაუდგინდეს. და თქვენ ბრძანებთ, რომ ონკოლოგიურ დაავადებას შეუძლია შეცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. აი აქ იბადება კითხვა, სად არის მიჯნა, როგორ უნდა ვიპოვოთ ის განსხვავება, სადაც ერთ შემთხვევაში ონკოლოგიური დიაგნოზია ბრალდებული ან დაავადების მკურნალობისთვის გამოყენებული რომელიღაც მედიკამენტი ან სამკურნალო მეთოდი და ცალკე დამოუკიდებლად არსებული პრობლემა. იგივე აქტუალობით შეგვიძლია ვისაუბროთ შაქრიან დიაბეტზე. შაქრიანი დიაბეტი თავისი ტიპებიდან გამომდინარე, მიმდინარეობიდან გამომდინარე, სირთულის ხარისხიდან გამომდინარე, ზოგან უფრო აქტიურად, ზოგან უფრო დუნედ, ზოგან თითქმის შეუმჩნევლად ეპარება ადამიანის ჯანმრთელობას. აი ასეთ ფონზე შეიძლება განვითარდეს ონკოლოგიური დაავადება და სად არის აქაც მიჯნა? ეს ონკოლოგიამ გამოიწვია დისბალანსი, იგივე გლუკოზის მაჩვენებლის და ნახშირწყლოვანი და სხვა ტიპის ცვლების თუ პირიქით არის? აი აქ არის მნიშვნელოვანი კითხვები. ალბათ როგორც ყველგან, ყველა პაციენტში ანამნეზს აქვს ძალიან დიდი როლი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მაღალტექნოლოგიური კვლევა არსებობს დღესდღეობით ჩვენს და სხვა ქვეყნებშიც, ანამნეზი პაციენტის ჩივილი და როდის როგორ რა ჩივილით იყო წარმოდგენილი, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. 2022 წელს როცა შეიქმნა პირველი ესეთი ეგრეთ წოდებული გაიდლაინი, იქ არის მოწოდებული ყველა ლაბორატორიული კვლევა თუ ინსტრუმენტული, როცა ავკრებთ ჩვენ პაციენტთან ანამნეზს, რა ანალიზები უნდა იქნას ჩატარებული, რომ მაქსიმალურად ანტისიმფსონური მკურნალობის დაწყებამდე ჩვენ შევისწავლოთ პაციენტის ორგანიზმი, ასე ვთქვათ, რა მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, შეიძლება პაციენტს ადრე ჰქონდა დადგენილი, შეიძლება ნეიროპათია ჰქონდა, შეიძლება ჩივილებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ იმის მიხედვით მე ონკოლოგი რა ანტისიმფსონურ მკურნალობას იწყებს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი გვერდითი ეფექტი, რომ ჩვენ ონკოლოგს ანუ იმის შემდეგ რა მოხდა? ამის შემდეგ რა მოხდა? ანუ რისკის სტრატიფიცირება, რაც ხდება, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, იმის შემდეგ რა ხდება, რა მონაცემებს ავიღებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ონკოლოგთან ერთად, ენდოკრინოლოგთან ერთად, ну, თუ გასტროენტეროლოგიური გამოვლიდა, დაუშვათ რევმატოლოგიური პრობლემებიც ხშირია ხოლმე, ხო? იმის მიხედვით უნდა ავარჩიოთ მკურნალობის ტაქტიკა და დავგეგმოთ საკონტროლო კვლევები, გავაძლიეროთ დაუშვათ ანტიდიაბეტური მკურნალობა, ან ფარისებრის მკურნალობა, ან დაუშვათ რევმატოლოგიური პრობლემები, რომ მაქსიმალურად უწყვეტად და უსაფრთხოდ შეძლოს ონკოლოგმა მკურნალობის გაგრძელება და შემდეგაც აქვს ამას სამონიტორინგო. ხშირად სვამენ ხოლმე შეკითხვებს, რომ აი სულ კარგია ეს მაჩვენებელი და როგორც გიგამახსენა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროცესი სუბკლინიკურ დაზიანების დროს, ესე ვთქვათ, ჭყალებში გამოვიჭიროთ, სანამ ის ძალიან დიდ მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზმში. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა გამოიყენა, როგორ უნდა გამოვიჭიროთო, მაშინ როდესაც შენიღბულია ესა თუ ის პროცესი და ჯერ არ არის მანიფესტირებული, არ არის ბოლომდე გამჟღავნებული. როდესაც ადამიანი ღელავს, ცნება იმატებს.
ონკოლოგიური პრობლემების დროს ადამიანები ღელავენ და შეიძლება მარტო ამითიც კი ავხსნათ, ხო, წნევის მერყეობა. არადა თქვენ ბრძანეთ, რომ გულის უკმარისობა, არტერიული წნევა, თრომბოზის რისკი უამრავი რამ ახსენეთ, რომელიც საყურადღებოა. მოდით ამ მიმართულებით ასევე ვიფიქროთ. იქნება და სულაც არ არის ონკოლოგიასთან დაკავშირებული და ონკოლოგიით პროვოცირებული. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ამასთან დაკავშირებული მტკიცებულებები. ამასთან დაკავშირებული მტკიცებულებები არსებობს. როგორც ამ კარგად ახსენა, ქვაკუთხედი არის ასევე, რომ როდესაც პაციენტს დაესმება ონკოლოგიური დიაგნოზი, უნდა მოხდეს მისი საწყის ეტაპზე რისკების განსაზღვრა. რა რისკის პაციენტი არის? რამდენად არის ამ პაციენტთან რა ამა თუ იმ დაავადების ან გვერდით მოვლენის განვითარების რისკი. ეს რისკი დაკავშირებულია თავად პაციენტთან, აი მისი ანამნეზიდან გამომდინარე, რა დაავადებები ჰქონდა, მისი საწყისი მდგომარეობა, ანუ პაციენტთან დაკავშირებული რისკი და მეორე არის მკურნალობასთან დაკავშირებული რისკი. აი ზუსტად ის, რა მედიკამენტებს მიიღებს ეს პაციენტი, რა ეს მედიკამენტი იქნება თუ სხივური თერაპია იქნება თუ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის სხვა მეთოდები და აი ამ მკურნალობასთან დაკავშირებული რისკები რა არის. და ამის მიხედვით ხდება შემდგომ მეთვალყურეობის გეგმის შერჩევა. რაც უფრო მაღალი იქნება რისკი, მით უფრო მჭიდრო უნდა იყოს მეთვალყურეობა, აი იგივე იმ სიტყვას ვიხმარ გამოჭერის მიზნით. რომ რაც უფრო მჭიდროდ მეთვალყურეობთ ამ პაციენტს, მით უფრო ადრეულ ეტაპზე ან მოვახდენთ იმ გართულების პრევენციას. რაც შეეხება არტერიული წნევის მატებას, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, არტერიული წნევის მატების ერთ-ერთი მიზეზი ეს არის დიაგნოზთან დაკავშირებული სტრესი. ეს უკვე ცნობილი ფაქტი არის, თუმცა არსებობენ მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ მაღალი პროცენტით ვიცით, რომ თუ აპრიორი ეს პაციენტი მიიღებს ამ პრეპარატებს, არტერიული წნევა მოიმატებს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ან იმ პაციენტებში, რომელთანაც არ იყო დიაგნოსტირებული არტერიული ჰიპერტენზია, ან იყო დიაგნოსტირებული, მაგრამ შემდგომ ხდება მისი მდგომარეობის გაუარესება. ეს არის მულტიფაქტორული, რა თქმა უნდა, სტრესიც, მაგრამ რადგან ვიცით, რომ ის კონკრეტული პრეპარატი, რომელსაც ეს პაციენტი მიიღებს, მას ძალიან მაღალ შემთხვევაში პროცენტული ალბათობა არის იმისი, რომ მან გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ამიტომ ხდება მჭიდრო მეთვალყურეობა ამ პაციენტის მდგომარეობაზე და წნევის კონტროლი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განათლებასაც, ანუ ჩვენ ვიცით რისკები, მაგრამ პაციენტმაც უნდა იცოდეს. უნდა ვუთხრათ, რომ აი თქვენ შეიძლება მოგემატოთ წნევა, აუცილებლად იკონტროლეთ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ წნევის ციფრება მოიმატა, მოგვმართეთ ექიმს, თქვენს ონკოლოგს, რა თქმა უნდა, კარდიოლოგს, რომ დროულად მოხდეს, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ციფრების სხვრული, რომლის იქითაც უკვე მკურნალობა უნდა შეწყდეს. რომ ეს არ მოხდეს და პაციენტმა ეს იცოდეს კარგად, ადრეულ ეტაპზე უნდა ატეხოს, ასე ვთქვათ, განგაში, მოგმართოს ჩვენ ჩავერთოთ ამაში მიუხედავად მკურნალობისა, ვიცით, რომ შესაძლებელია, რომ ამ მკურნალობის ფონზეც ზრდა იყოს არტერიული წნევის და უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ ამ წნევის მკურნალობაში და პაციენტისთვის კეთილსაიმედო გამოსავალი არის ჩვენი ამომავალი წერტილი ყოველთვის. ერთი პატარა საკითხიც და ჩვენ დავასრულებთ საუბარს. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში მაგალითად რა პრობლემები აქვს კარდიოლოგიურ ჭრილში, რა კი დღეს კარდიოლოგიაზე ვსაუბრობთ, ონკოპაციენტის შეფასებისას შეიძლება ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ როგორც ძირითადი დაავადების მართვის და თავად პაციენტის ორგანიზმის რეაგირების ინდიკატორადაც, ანუ შეფასების ინსტრუმენტადაც. ანუ რამდენად დამყოლია ორგანიზმი მკურნალობის მიმართ, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს მეთოდი, აქვს თუ არა მას დრამატული გვერდითი მოვლენები, რომელიც აუარესებს საერთო ჯანმრთელობის სურათს. შეგვიძლია ასე აღვიქვათ, რომ კარდიოლოგიური შეფასება შეიძლება დაგვეხმაროს, მაგალითად შევაფასოთ ზოგადი რისკები, იმიტომ რომ აი რაზეც თან უნდა საუბრობდა თქვენი მინიშნება, როდესაც თითქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მკურნალობის მეთოდის გადახედვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არის მიღებული, ეფუძნება მაგალითად იმის შეფასებას, არის თუ არა დამყოლი არტერიული ჰიპერტენზიის მართვა ან გულის მხრივ სხვა მოვლენების მართვა. ანუ
ამ ხრივ გულის მდგომარეობა, გუსის დათვას სისტემის მდგომარეობა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი საერთო მდგომარეობის შეფასებისა და მკურნალობის ეფექტიანობის. ისევ ალბათ პირველი არის ანამნეზი და მე შემდეგ დაგეგმილი ყველანაირი ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ეხოკარდიოგრაფიას ალბათ აქვს ყველაზე დიდი როლი გულის უკმარისობის პრედიქციაში. და ჩვენი მიზანი კარდიოონკოლოგია ანუ როგორც განსაზღვრელი წინასწარ რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ რისკის სტრატიფიცირებას და მერე თუ დაიწყო რაღაცა პროცესი, მაგალითად სუბკლინიკურ ფაზებში გამოვიჭიროთ ეს პროცესი. იქნება ეს გულის უკმარისობა, როგორც თამუნამახსენა, არითმია, იმიტომ რომ არითმიასაც აქვს თავისი შეფასების, ასე ვთქვათ, კრიტერიუმები. აი ახლა ვიმყოფებოდით კარდიოონკოლოგიის კონფერენციაზე და იყო მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ადრე თუ ჩართულები იყვნენ მარტო კარდიოლოგები, ეხლა მოხსენებებს აკეთებდნენ კარდიოლოგები, ონკოლოგები, რადიაციული მედიცინები, ასე ვთქვათ, ჰემატოლოგები, ჰემატოონკოლოგები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ერთობლივი, ერთად შესაფასებელი რისკი, რომ რაც შეიძლება ადრე მოვახდინოთ რისკის შეფასება და შემდეგ ადრე აღმოვაჩინოთ სუბკლინიკური ფორმები, ეს თუნდაც იყოს ჰიპერტენზია, ყველაზე მარტივ. და ადრე რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გულის მაგნიტურ რეზონანსულ კვლევაზე. თქვენ წინამორბედ სტუმრობას გულისხმობთ. ესეც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ მისი არაინვაზიურობიდან და ქსოვილოვანი მახასიათებლების უნიკალური შეფასების შესაძლებლობებით, აი ერთ-ერთი არის, რომელიც ძალიან ადრე შეუძლია მოახდინოს ბევრი კარდიული პრობლემის ადრეული დეტექცია და ყველა მიზანი არის ეგრეთ წოდებული ადრეული დეტექცია, რომ ადრე ჩავერთოთ და ნაკლები პრობლემით შევძლოთ ონკოლოგების ხელშეწყობა, ისე რომ არ მოხდეს მკურნალობის შეწყობა. მოკლე კითხვა და მოკლე პასუხი თამნა, როდესაც სამკურნალო საშუალებები გამოიყენება ონკოლოგიური დაავადების დროს. კარდიოლოგიური პრობლემის მართვისაცაც გამოიყენება სამკურნალო საშუალებები. რამდენად მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტების ურთიერთქმედების და ურთიერთგავლენის გათვალისწინება იმისათვის, რომ ამოცანა სხვადასხვა დარგის ცოდნით მართოთ პაციენტი იყოს წარმატებით გადაჭრილი. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ როგორც ამ დარგის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებს თავიდან სიმართლე გითხრათ, ცოტა ონკოლოგიის შესწავლაც და ამ მედიკამენტების შესწავლაც დაგვჭირდა, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ რა მექანიზმით მოქმედებენ ეს პრეპარატები და როგორ ურთიერთქმედებაში არიან ჩვენს მიერ მიცემულ დანიშნულებასთან. ამიტომ ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე კიდევ გავამახვილებ ყურადღებას, რომ კომუნიკაცია ექიმებს შორის პაციენტის გარშემო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რაც არ უნდა ჩახედულები ვიყოთ, ონკოლოგზე უკეთესად ვერ გვეცოდინება. ვცდილობთ, რა თქმა უნდა, რომ ამ მედიკამენტების ძირითადი გვერდითი ეფექტები ვიცოდეთ და ურთიერთქმედება, მაგრამ ონკოლოგებთან ერთად ისეთ მკურნალობის რეჟიმებს ვარჩევთ, რომ ეს პაციენტისთვის იყოს მაქსიმალურად სასარგებლო. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონებო, ჩვენთან სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ზოგადად საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კარდიოონკოლოგიური სამუშაო ჯგუფის წევრები და მეორე ბლოკის სტუმრები ამ ჯგუფიდან ბრძანდებოდნენ თათა ნიჟარაძე და თამარ გაფრინდაშვილი. მე დღეს კვებით შუქნიშანს არ გთავაზობთ, იმიტომ რომ დღეს კოლეგებს დაუთმეთ მთლიანად დრო, ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღესგრძელობას გისურვებთ.